და კიდევ ერთი ძალიან მაგარი ფაქტი ის არის, რომ მე და ავთო ერთად რომ წავიდეთ ჩინეთში, ავთოსთან ერთად ძალიან ბევრ ფოტოს გადაიღებენ და გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში რატომ იქნება ეს ასე. გამარჯობა მეგობრებო, მე ოტო ვარ, ეს ნიკო და ეს არხის Space 4-იანოლია და დღეს იცით რაზე უნდა მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ ჩვენ ჩინეთზე და ჩინეთში მიმოხდა რა მოვლენებზე, ანუ ნიუსები იქნება. დღეს გაიგებთ რეალურად მართლა ეგეთი მაგარია თუ არა ჩინეთი, მართლა მაგდენი არიან თუ არა, მართლა მასე მუშაობენ თუ არა და სხვა ყველა დეტალს კიდე რაც აქამდე არც გაგჩინა მითხა და არ გონებიათ რომ ჩინეთზე ამდენი რაღაცა გეცოდინებოდა თოზეს მე. თქვენ თუ გეგონათ რომ ჩინეთში ყველა საიბერპანკივით ცხოვრობს, ძალიან შემსტარხართ. რა? აი მაგალითად რეგიონებში დღემდე ცხენებით დადიან ჩინეთში. ჩვენ არ დადიან ცხენებით. მე ჩვენ და ჩინეთი ერთნაირი სუპერ სახელმწიფო ვართ. სახელმწიფო ერთნაირი. საერთოდ არ ვართ. ხო, ნუ მოგეთ. სუპერ სახელმწიფო. შენ და GPT-ს იმის თქმა გინდათ რომ სულ მე და GPT-ს არა, ეს ყველაფერი ჩემი ინფორმაცია, მეგობრებო, ჩინეთში ვიყავი. ჩემი თვალით მოვიარე აბსოლუტურად ყველა კუთხე კუნჭული და დღეს გაგაცნობთ ამოხდა რეალურად ჩინეთში. идеология არ შემოგთავაზა უბრალოდ მოგიყვება. მოგეთ ნიკოს იმის თქმა უნდა რომ ჩინეთში სულ რამოდენიმე დიდი ქალაქი არის, რომელიც განვითარებულ ქალაქია ისრიბა. დიახ, ასე მინდოდა ზუსტად მე. დიდი ნაწილი რეგიონები მოკლედ არის ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, რა ეტაპზე ჩვენ 50 წლის წინ ვიყავით და ბრინჯის ჭრაში არიან მოკლედ კიდევ. ნუ უფრო მეტად არის სოფლის მეურნეობაზე აქცენტი აკეთებული და იქაც ხელშეწყობა ნაკლებად არის რა. თუმცა იმ ქალაქებში, სადაც განვითარებული არის შენჟენი, ჰონგ-კონგი და კიდე კონგო. ეგეთ ქალაქებში მოკლედ შენჟენი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ქალაქია და ცენტრალური ქალაქი. ტექნოლოგიური ცენტრია ჩინეთის და ამიტომ როდესაც მაგას სამხიავთ განვითარებული ყველაფერი იმ დონეზე რომ არ აქვს დაჟე კიდევაც არ აქვს კიდევაც არ აქვს კიდევაც არაგვი და კიდევაც ნახე აბა იმის თქმა მე რომ ბარათით გადახდაც კი არ აქვს ხო მაგრამ მე აქვს კითხე ხო ჩემ მეგობარს შემეგობარს და ასე მითხრა რომ სოფლებში უბრალოდ რეგიონებში არა ცენტრალურ ქალაქებში დღემდე ნაღდი ფულით იხდიან ყველანი აბსოლუტურად და ის რო აქვს WeChat და Alipay. ეგ არის მარტო იმ ცენტრალურ ქალაქებში. ქალაქების მაგალითი მოვუყვანეთ. საქალაქთან შორის. ხო და ჩასვლა არ შეგეშინეთ, იმიტომ რომ კუნგ-ფუ იცის ძალიან ცოტა ადამიანი, მაინც ანუ ეს ფილმებში რო არის რომ ყოველი მეორე კუნგ-ფუ მასტერი რა, არტისტია რა, ხელოვანი. კუნგ-ფუ ხატვარი ძალიან ბევრი არ არის, მეგობრებო. და ძალიან ცოტანი არიან რეალურად და კიდევ ერთი ძალიან მაგარი ფაქტი ის არის რომ მე და ავთო ერთად რომ წავიდეთ ჩინეთში ავთოსთან ერთად ძალიან ბევრ ფოტოს გადაიღებენ და გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში რატომ იქნება ეს ასე. თუ სწორად უპასუხებთ, თქვენთან ერთად წავალთ ჩინეთის გარეუბანში. ცხოვრება მოგელთულია ძალიან ანუ ერთი ბინის ღირებულება დაახლოებით დოლარის ეკვივალენტში დაახლოებით 9 მილიონს უდრის. ანუ მაიამიზე იცხოვრებ. თუმცა იქ ხო კომუნისტური წყობა არის? არ არის ეს კომუნიზმი ჯერ. რა არის? ახლა სტალინის კომუნისტი იყო და ეგეც კომუნისტები არიან. ხო და ყველა ღარიბი არ არის მეგობრებო, იმიტომ რომ რამდენი 400 მილიონი ადამიანი არის უკვე თითქმის საშუალო ფენაზე ზემოთ. და ეს არის 4-ჯერ გერმანიის მოსახლეობა. ანუ 4 გერმანია რო აიღო და ჩინეთში გადაასახლო. მაგარი სტატისტიკები ჩინეთში ვიღა უნდა გადაასახლო, არ ვიცი, მაგრამ იქიდან მორბია. ეხლა ჩავავტოვოთ 5 რაღაცა, 5 ტექნოლოგიური რაღაცა ჩინეთის. რაღაცა რა. როდესაც მე ტექნოლოგიური ისეთი მაგარი რაღაცა, რაც სხვა ქვეყნებისგან გამოარჩევთ და ბევრად წინ არიან იმათ ტექნოლოგიური. მატარებელი. მატარებელი ატო. არა, ლიანდაგები. თვითონ 58000 კილომეტრი აქვს ჩქაროსნული მატარებლების ლიანდაგის. ანუ ეს აკავშირებს რა ქსელი აქვს. ყველაზე სწრაფი ხო იაპონიაში? არა. საფრანგეთი. საფრანგეთის. და მეგობრებო, ტოპ 10 ყველაზე ჩქარი მატარებელი დაუგლეთ და 10-დან 7 იქნება ჩინური. აუცილებლად. მაგრამ ერთი იაპონიაში პირველად. და მე საფრანგეთშია კიდე სადაც. ხო მატარებლები რაშვაშია, რა თქმა უნდა, არის Space 4-იანოლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უпроსორეთ ინდუსტრიული რევოლუციის ყველაზე დიდი მიღწევა, იმიტომ რომ ადამიანებს შეუძლიათ მატარებლით ისე სწრაფად გადაადგილდნენ, როგორც აქამდე შეუძლებელი იყო, მაგალითად, ქვანახშირის მატარებლებით, რომელიც ინდუსტრიულ ბიზნესში შეიქმნა. მეორე ტექნოლოგიური მიღწევა ჩინური. ჩვენი ერთი ძაღლი
და მეორე ძაღლი, ეს ორი. ჰუმანოიდი რობოტები. ჰუმანოიდი და ჩია. ჰუმანოიდი რობოტები, რომლებიც ჩვენ არ გვყავს და რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჰუმანოიდი რობოტებს. სულ რამოდენიმე ქვეყანა აწარმოებს. ორი ქვეყანა გამოირჩევა, რომელიც ბაზარზე უკვე გამოტანილი აქვს თავისი პროდუქტი და ერთი ჩინეთი და ერთი ამერიკა და დაახლოებით 20-მდე კომპანია არსებობს და აქედან 60 კომპანიიდან ერთი კომპანია ამერიკული და დანარჩენი ჩინური. ამიტომ მაგ მხრივ ძალიან წინ არიან სხვა ქვეყნების შედარებით რა. მაგრამ რობოტებს არ დაყავთ ხო ყოველ დღე? იცი არის სამზადისში. ოკეი, ანუ ძალიან ბევრ ადგილას არის ტელეპრესენს ტიპის რობოტები. ტელეპრესენს ტიპის რობოტები არის, მეგობრებო, აი ქეთო მაგალითად ხომ ჩვენი ვიდეო. ვისაც არ აქვს ქეთო მაგალითად ხო რა. აი ტიპის რობოტები არის ტელეპრესენსი. მოკლედ ჩინეთში ყველგან სასტუმროებში, კვების ობიექტებში, ნებისმიერ მომსახურების სფეროში გვხვდება ტელეპრესენს რობოტები და ეს მომსახურე პერსონალი უკვე ამოღებულია, ესე ვთქვათ. ეგ ცუდია. აი ხა მე ტუალეტში მომინდეს. ხო, ტელეპრესენს რობოტი შემიყვანს. მიწას მიყავ ხარ. დიახ. და ის არის კიდე მეგობრებო. ისინი აქვთ მაგათ, რა ქვია. ხო, კოინები. კოინები. აი ცუდად ვინც იქცევა Wi-Fi-ს უთიშავენ და რაღაც ციფელზე თუ გადახვედი Wi-Fi-ს გაგითიშავენ. ეგ ამდენი მართალი გავიცი Wi-Fi-ს უთიშავენ თუ არა. ეგ ტყუილია სავარაუდოდ, მაგრამ არა, ქულები ხო აქვს. ქულები აქვს სოციალური რაღაც. სოციალური ქულები აქვს. რაც უფრო სწორად ცხოვრობ და კარგი ტიპი ხარ, უფრო მეტი ქულა გაქვს და შენი ის. და მე ამას ვეთანხმები, რადგან მეგობრებო, მე და ოტო ერთ ლეველზე არ უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, 1000-ით მეტი ქულა უნდა მქონდეს მინიმუმ. საინტერესო ხუთეულს უხურით, ხა ხუთეულიო ჩამოთვალეთ. კი. ერთი იყო ესე იგი ბატარეების ზენდეგები, ერთი იყო რობოტები, მესამე სოციალური ქულები. სოციალური ქულები საშინელება. სოციალური ქულები. საერთოდ ძალიან ცუდია რა, რაღაცას QR-ით გადახდა ობიექტებზე, ეს დიდ ქალაქებში, ძალიან კომფორტულია, ჩემი აზრით, ტელეფონზე როგორ ყველაფერი. უბრალოდ ალბათ კიბერთავდასხმების გამო ცოტა ტელეფონზე აქვს, ისიც რა ქვია. მეგობრების ტელეფონში ყავთ. ან ყველანაირი ოჯახის წევრებიც, ყველანაირი გადახდება, ხო? ტაქსიც. QR, ტაქსის საჭმელი. საჭმელიც. მეოთხე რა არის? რაღა მეოთხე მორჩა. რა მორჩა? ორი ძაღლი გითხარი? მოკლედ, ჩინელებს აქვთ ძალიან მაღალ დონეზე. მზე, ხელოვნური მზე აქვთ. ჩინელებს აქვთ მეგობრებო ხელოვნური მზე. ეს მითი არ არის. მართლა რაღაცა ბურთი აიღეს, გადააბრდღვიალეს და მზის სინათლე არის, ესე უშვებენ ჰაერში ყოველდღიურად და მერე ჩამოუშვებენ. ანუ იქ მოვიდათ რაღაცა მზე მოარყო თუ რაღაც ეგეთი მოხდა და თავისი მზე აქვთ. ჩინელებს აქვთ უმაღლეს დონეზე აყვანილი დრონების სისტემა. დრონები ძალიან კარგია. ანუ ჩინეთში შეხვდებით ნანახი მაქვს. დრონებით გამართული ფეირვერკებს რომ იმეშვებიან. ანაცვლებენ. ხო, ფეირვერკები აიგზავნა ჩინეთში მივხვდით იმისა, რომ ძალიან მაღალ დონეზე აიყვანეს ფეირვერკების ხელოვნება და რაღაც ნახატებს აკეთებდნენ ჩინელები, ახლა დრონებით ჩანაცვლეს და ჩინეთში იხილავთ დრონებით ბილბორდებს, ანუ ეს რეკლამები დაფრინავს აერში. ინახავ არ დაიჯეროს მეგობრებო, პატარა ნატურებია და გონიათ რომ დრონია. და დაფრინავი? ხო. ანუ დრონია თუ დაფრინავს ლიდატურა. ერთი წამი, ანუ ჩიტიც დრონია, მაგის თქონია. ჩიტი ცოცხალი ორგანიზმი. ნედიც. ანუ ჩემი აზრით მეგობრებო, ჩინელებმა რაც არ უნდა აკეთონ, მაინც წული თვალება. ხო, არჩევია. არჩევია, წული თვალება არჩევია. ეს თქვა არ მინდოდა. გამოდებით. დიახ. ჩინელებს აქვთ ქალაქები ორ სართულიანი. ორ სართულიანი ქალაქი არსებობს, ქვედა ქალაქი არსებობს, ზედა ქალაქი. და არსებობს შუა ქალაქი. შუა ქალაქი თვითონ ხო. სამდეიგი როგორ არის? ხო, ეგ არის შუა ქალაქი. ანუ სამფენიანი ქალაქები აქვთ. ორფენიანი ქალაქები. ორფენიანი ქალაქები აქვთ. ანუ მეორე სართულზე გულისხმობ, რომ ცაში გამოკიდებული აქვთ ეს ისინი ავტობანები. არაფერი განსაკუთრებული, ანუ ჩვენ როგორც შეიძლება გმირთა მოედანზე ეგეთი რაღაც აქვთ დიდი ოღონდ, ძალიან დიდი. მთელი ქალაქი. არაფერი განსაკუთრებული მართლა. ოღონდ ბევრად მაღლა. და ოდნავ. შეიძლება ნუ მე თავს ვერ ავარ. 50 სართულიანი შენობის მე-15 სართულზე ისე შეხვიდე, მე-20 სართულზე რომ პირველი სართული იყოს. მაგარი იქნება. აუჩი. მაგრამ მე მეგობრებო არ ვცემ ეგეთ რაღაცებს. ქვედა ქალაქში ესე ვთქვათ, ანუ ქვევით, ქვედა ქალაქში ძირითადად განთავსებული არის კვების ობიექტები და რესტორნები და გასართობი ადგილები. ლაქშერი საშოპინგი. კი. ზემოთ იმიტომ სისკერი ვისეცეკ ვიდრე კიდე. უფრო პრესტიჟული მაღაზიები არის ესე ვთქვათ. ზემოთ ჰაერი ძვირია მეგობრებო, უფრო ხო, ზემოთ სახლის ყიოთ უფრო ძვირია. და მოძრაობითაც მანქანები, ანუ ზემოთ ავტობანია სულ რა, ესე
დადიან, მიდიან, მოდიან. დაბალი იმიტომ რომ სიჩქარის. ავტობანი არ აქვს. თული მიწა თუ გინდათ გერმანიაში მიუნხენს ჩავძანდით და მიაჭირეთ და ჩამოვიდეთ. დაბალი სიჩქარის ისინი არ აქვთ. გზები ზედა როგორ არა? თითქმის არ აქვთ. ზედა ნამყოფი ვარ აქვთ. ველოსიპედი. ასევე აქვთ ელექტრო მანქანისთვის გაყოფილი ეს ძალიან ძლიერი რაღაცაა მეგობრებო. ელექტროავტომობილების აქვს გაყოფილი გზები ეგრე არის. არ არის. სტარტაპია, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა და ჩინური არის. ჩინელებმა ჩინური არის. შვედეთში შვედეთში. ეგ მოკლედ ამ ნაწილებმა შვედეთს მოპარეს ეს იდეა. და უფრო მალე გააკეთეს. შვედეთს თუ მე ეგრე მახსოვს. არა, მაგათ არ იქნება. ხო, მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ახალი წამოწყება. ხოსო შვედეთს მაგ. უნდა ავაწყოთ მაღალ ტექნოლოგიური რალის მანქანა. და თუ იმეს გინდათ რომ ამაში ჩაერთოთ, აუცილებლად დაგვიკომენტარეთ, 1000 ლარიანი მანქანა გვჭირდება და ყველაფერი იქნება გადაკეთებული ელექტროობაზე. Arduino-ზე უნდა გადავაწყოთ. ხო, მანქანასაც შეეხება. ჩინეთში მანქანების 90% ელექტრო არის. რომ მონაწილეობა უნდა მივიღოთ. რალი შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა და გვჭირდება დახმარება 1000 ლარიანი მანქანა. 100,000 ლარიანი. ერთი 1000 ლარიანი მანქანას ვიყიდით. და ელექტრონულად ანუ თანამედროვე ტექნოლოგიებით გადავაკეთებთ თავს. გავაკეთებთ. მაშინ რატო ეხუთის PS4-დან მისახს? ჩინ დაიწყო. მოგალ ჩინეთში მეგობრებო მანქანების 90% ელექტრო არის და იქაური. და ეს იმიტომ ხო და იქაური. ნეითი. ეს იმიტომ რომ შემოყვანილ ავტომობილს ან შიგაწვიზრავენ ავტომობილს აქვს ძალიან ბევრი გადასახადები. ანუ იმ დაამდენი 50000 გიждდება დაახლოებით რომ შიგაწვის ავტომობილს ავტომობილი ხო როგორ ჩანაძო მანქანაზე. არა, ავტომობილი 50000 გიждდება დაახლოებით გამაჟება მარტო შიგაწვის რავიანი მანქანის და ემატება რაღაც გადასახადები კიდე. რომ ეგ გყავს. ასევე ბენზინიც ძალიან ხო, მაგრამ აი რო შევიყვანო ხა მაგალითად 9 მილიონიანი მანქანა და 50000 დოლარი გადავიხადოთ. რატომ უნდა ვიარო ჩინური რაღაცა ნაგვით? არა, შეგიძლია, მაგრამ იქ ხო 2 მილიარდ ადამიანი მაგას ვერ გაკეთებს. მეგობრებო, ჩინურ მანქანებს კტენიან უბრალოდ მართლა, იმიტომ რომ ჯერ არავინ არ იცის რამდენი წელი ემუშავებს. ჩემი აზრით ძალიან მაგარია რა. არ ჩემი აზრითაც ძალიან მაგარია, მაგრამ რამდენი წელი ემუშავებს არავინ არ იცის. ანუ ელექტრომანქანები კი არ მიყვარს. მაგრამ მაინც კტენიან. ანუ ნახეთ მანქანა რო არსებობს, რომელსაც Porsche-ს ხვირი აქვს და Porsche-ს ლოგო არ აქვს. ჩემს უკვე ადამიანი აღარ როგორც მან უკვე ნახე კომპანია აღარ ვარ. Porsche-ს მომატებული ის ბრენდით თანხა რაც არის. მაგრამ ზიკრი ძალიან ზეკრე. ზეკრე. ავატარი? არა. ერთი BYD ვიცი და BYD ავატარი ზეკრე. ხო, ზიკრი ძალიან მაგარი მანქანაა, მინდა მოგახსენოთ, აუცილებლად ვიყოლებდით. ნიკოს არ მოგუსმენთ მეგობრებო? რა. ჩინეთში ასევე შეხვდებით შავ ბაზარს, სადაც შეგიძლიათ მოხვდებით ტექნოლოგიების შავ ბაზარს გულისხმობ, სადაც ძალიან იაფად ყიდულობ, ძალიან ბევრი რაღაც. ძალიან ბევრი მაგალითად ძალიან ძვირი ის სხვაგან მაგალითად ხო, უბრალოდ რიმეიკი, ანუ ფეიკი იქნება, რომელიც სხვა ბრენდის სახელით შეიძლება იყოს, მაგრამ ზუსტად იგივე რაღაცას აკეთებდეს. ხარისხიც იგივე ქონდეს, მონაცემების და ასე შემდეგ. აი ეგეთი ტელევიზორი მაქვს სახლში. ხო, ანუ არ განსხვავდება. სახელი რო გითხრათ, მაინც ვერ გაიგებთ, მაგრამ ხარისხი მოკლედ რო გითხრათ, რაღაც Apple Watch-ის ან AirPods-ის ანალოგი ზუსტად შეიძლება რა. $1 რაღაც ძალიან იაფად იყიდოთ. $2-ში მოკლედ შეიძლება smart სახლი დაიდგათ. ნუ მოკლედ ხარისხით არ განსხვავდება. ეხლა ჩინეთის გლეიზერი რატო ხარ? მაგარი. ანუ არ არიან ეგეთი განსაკუთრებული მართლა. ძალიან მაგარი. ჩემი აზრით ამერიკა და ასევე ჩინეთის ტერიტორია არის ძალიან დიდი. დააკომენტარეთ მეგობრებო. ჩინეთი მოერევა თუ ამერიკა? ქალაქიდან ქალაქში გადასაფრენად უფრო დიდი დრო ჭირდება ვიდრე ქვეყანაში ჩვენ ევროპაში რომ მოგზაურობთ ხოლმე რა. ჩვენ რას მოგზაურობთ? და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. ჩინეთში მდებარეობს ყველაზე მაღალი წერტილი. დედამიწაზე. არ არის. მეორე ყველაზე მაღალი შენობა არის. ეს ერთი ევერესტზე მაქვს საუბარი. უშუალოდ. მე სოფლიოში მეორე შენობა ევერესტი მეგობრებო. კაური. ევერესტი ტიბეტს არის ეს. ეხლა ნახეთ მეგობრებო რა მინდა შემოგთავაზოთ. ხო, ჩინეთში არის მეორე ყველაზე მაღალი შენობა სოფლიოში. თუ თქვენ ამყოფი ხართ ჩინეთში სოფლიოში ყველაზე მაღალ წერტილზე და სოფლიოში მეორე ყველაზე მაღალ წერტილს შენობაში, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ ძალიან ბევრი გულები. ტოპ-10 ყველაზე მაღალ შენობაშიც 6 თუ 7 ჩინური არის. და დააკომენტარეთ ჩვენთან ერთად თუ წახვიდოდეთ ჩინეთში. ანუ მე ავთო და კიდევ ორნი რო წავიდეთ ჩვენი გამომწერებიდან. თქვენ დაგეგმოთ, თქვენ გააკეთებთ ყველაფერს და მე დავთო წამოვთ. და ძალიან მაგარ ვოკს გადავიდოთ მეგობრებო. თავისად. ჩინეთში აქვს თითქმის ყველაფრის საწარმო, თვითონ აკეთებენ ყველაფერს
ტექნოლოგიებში გარდა პროცესორების. პროცესორები კეთდება ტაივანში და ტაილანდში. და ტაივანში და ტაიაში და ამერიკაში. და ევროპაში. ევროპაში არ. და ავსტრალიაში. ამერიკაში, ტაივანში, ტაილანდში კეთდება ისინი. ტაივანში, ხო, ტაივანში, ამერიკაში და ჩინეთში. ტაილანდში მასაჟი კეთდება მარტო. ჩინელებს რატომაც არ აქვს ამასადამო, თუმცა დანარჩენი ყველაფერი შეიძლება შეუკვეთოს ჩინეთში, ძალიან მიყავდა ტოპერს გარდა ოპტონდა. ძალიან იაფადა. ხო, მეგობრებო, ვისაც იზაღლი გინდათ, ხო, უბრალოდ ცუდი ეგ აქვს, რომ ძალიან ბევრი რაღაცა მხოლოდ ლოკალური ბაზრისთვის იწარმოება და შეიძლება არ უნდა ეცადო, რაც არ უნდა ქნა, ვერც ენას შეუცვლი, ვერც maintenance-ი გექნება, ვერც support-ს დაუკავშირდები და მოგიწევს, რომ აი ესე ჩინურად რაღაცები Google Translate-ით თარგმნა. თუ ჩინეთში ჩავალ, ჩინეთში არ არის ენის ბარიერი კიდევ, იმიტომ რომ აქვს ძალიან მაგარი აპლიკაცია. აქვს ძალიან მაგარი აპლიკაცია. ყველას გვაქვს. Google Translate-ი აქვს, მეგობრებო, ოღონდ ჩინური. იყენებენ ყველა. ვაუ, რა მოიგონეს. გავიგე რომ ყველას აქვს, მაგრამ იქ აქტიურად იყენებს ყველა მოქალაქე და იმიტომ რომ ენა არიციან, აბა დაფიქრდი. სადაც ევროპაში შოთი ხალხს არიციან ქართული, მაგრამ ფეხებზე კიდია და ქართული და შუაში ინგლისურიც არიციან იმათ. რა მნიშვნელობა? Non English speakers. აი, სუდი პრონუნცია ყურავს, თორე C1-ზე ვიცი მეგობრებო. გერმანიაში შოთი ხალხს არიციან ინგლისური, მაგრამ გერმანულად გელაპარაკებიან. გერმანული კარგია. იმათ ფეხებზე კიდია ჩინურად გელაპარაკებიან, შენ ქართულად გესმის. ხო და ანუ რაღაცა ტელეფონს რომ ტენი ყურში მინდა? ჩინურად აგებას რომ მინდა? და პასუხი იმ კითხვაზე არ უნდა დაიღებდე ჩემთან. ავტოსთან ერთად ფოტოებს და ჩემთან ერთად არა, ეს არის ავტო ლამაზია უბრალოდ. მაღალი ვარ უბრალოდ. დიახ. ჩინეთში საშუალო სიმაღლე არის 1.60 მ. არა, იმათვის მე ძალიან მაღალი გამოდივა. 60 მეტრა. ხა იუცებ. ახოთ. და მაღალი ადამიანი იშვიათია ძალიან და ამიტომ იშვიათი არა, საერთოდ არ არის მეგობრებო. ანუ უცხოელი თუ შედის რა. ანუ რო ჩადიხარ, ანუ ოფიციალური ლოკალ celebrity ხარ, ლოკალ უკვე გლობალი ხარ ჩინეთში, მაგრამ არ აუჩევს. ხო, TikTok-ი არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ თქვენს მესიჯებს კითხულობს TikTok-ი ყოველდღიურად. და არსებობს აპლიკაცია, ჩინური აპლიკაცია WeChat. არა ის TikTok-ი. ჩინური TikTok-ი გვაქვს მეგობრებო, აქ ამოვანათებთ, სადაც ერთხელ თუ რამე დაალაიქე, აღარ შეგეშვება. ყოველ დღე გამოგიგზავნის შეტყობინებს, რომ შემოდი ძალიან გთხოვ ჩინური TikTok-ი გამოიყენე, ჩინური TikTok-ი გამოიყენე, ჩინური TikTok-ი გამოიყენე. ჩინური TikTok-ი შენ რაც დაალაიქე, ისედაც ჩინური. ხო, ისედაც ჩინური. აუ ამის ახალს ვერ დავიკითხავ. ჩინურად წერია, მოგილდა ეს არის რა. აი რო ჩასქროლოთ ხა აქ, შეიძლება ცოტა უხერხული რაღაცები ამოყავს. ანახე რეებს უყურებ. ისე ბოდიში რა. რო ანახო რეებს უყურებს. აუ მე მხოლოდ ტექნოლოგიების არხები გამოწერილი მეგობრებო ჩინურ TikTok-ში. არაფერი სხვა. კაი, ის ტრაზე გვაქვს დაყენებული. აი იარა როგორც გახი. ტრაზე გვაქვს დაყენებული. რა კათიშო. აი შემდეგი ვიდეო უნდა დალაიქო. და გაიჩიო. შემდეგი ვიდეო უნდა დალაიქო.